მაშინ, როდესაც საქართველოს მე-6 პრეზიდენტი ფიცის დასადებად ემზადება, მე-5 პრეზიდენტი ორბელიანების სასახლის დატოვებას არ გეგმავს. სალომე ზურაბიშვილის დასაცავად კი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიცია გამაგრებას აპირებს. ისინი ზურაბიშვილს ერთადერთ ლეგიტიმურ პირად აღიარებენ და ამბობენ, რომ ორბელიანების სასახლეში მას ფიზიკურად დაიცავენ. ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილას, სადაც ლეგიტიმური საქართველოს პრეზიდენტი იქნება. პარტიები, ვინც ვართ, მზად ვართ, რომ მასთან ერთად ვიყოთ ამ ბრძოლაში, გავრისკოთ ნებისმიერი ტიპის პასუხისგებლობა და ეს პასუხისგებლობა გავიზიაროთ. ძალიან მასშტაბური იქნება ეს მხარდაჭერა პრეზიდენტის მიმართ, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. მისი გადასაწყვეტია, როგორ წავა ეს ყველაფერი. მე პირადად ანას ირანდება იყო კიდევ ერთხელ ვიტყვი და მხარს ვუჭერ სრულიად იმას, რაც ანამ თქვა. ოპოზიციის გეგმები ქართული ოცნებისთვის გარედან დაწერილი რევოლუციური სცენარის ნაწილია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში ოპოზიცია უცხოელ აქტორებთან ერთად მაიდინის პროცესების განვითარებას ცდილობს, თუმცა არ გამოსდის. არის მართული პროცესი გარედან, ამასაც ჭარბად ვხედავთ. ჩვენ ნახეთ საქართველოსში პარლამენტის წინ მდგომი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას, რომ მაიდანის სცენარზე გადართულიყო. ასე რომ ეს არის ნაწილი იმ შეუმდგარი მაიდანისა. ამას თუ პირდაპირ გაგებით მართლა ვნახავთ, რომ ქალბატონი სალომე ხელებით ჩაებღაუჭება თავის სავარძელს, ამას გარდა დაცინვისა ქართული საზოგადოების რა თქმა უნდა არაფერი არ მოყვება, მაგრამ მე არ მგონია რომ ასეთ ნაბიჯზე წავიდეს ან ქალბატონი სალომე ან ისინი მათი მრჩეველი არის, ყველა ხვდება რომ ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს წინ რადიკალები და ექსტრემისტები ვერ დაუდგები. მართალი გუნდი სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ სახელმწიფო შენობების დაკავება სისხლის სამართლის დანაშაულია. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, კანონის მიზანმიმართულად დამღრეულ პირებს პასუხისგება სრული სიმკაცრით მოუწევს. ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს ეყოს იმისი, ასე ვთქვათ, გამბედაობა, მოდი ესეთი რომ სუბუქი სიტყვით შემოვიფარგლები, რახან ქალბატონზე ვსაუბრობ და ჩვეულებრივად თავისი ფეხით დატოვოს ის შენობა, რომელიც მის საკუთრებაში არ არის, ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში, ეს არის სტრატეგიული შენობა და შესაბამისად მას 29 დეკემბრის შემდეგ აღარ ექნება უფლება, რომ იმ შენობაში გააგრძელოს ცხოვრება. თუ მაინდა-მაინც ისე მოხდა, რომ იქ დარჩა ქალბატონი ზურაბიშვილი თავის ადმინისტრაციასთან ერთად, რადიკალური ოპოზიციაც გამაგრდა იმ შენობაში, ჩვეულებრივად ჯგუფურ დანაშაულთან გვაქვს საქმე, ვინაიდან ეს პირდაპირ კანონით არის გაწერილი. შენობის გამაგრებით თუ ფიქრობენ ეს ადამიანები, რომ იქ რაღაცა ლეგიტიმაციის შესაბამის წყაროს და საფუძველს შექმნიან, ამით, რა ვიცი, როგორ გითხრათ, ეს მათზე იყოს, მაგრამ საღი და საზოგადოება აბსოლუტურად სხვა მხარეს არის და სამართალი კიდე რაც ყველაზე მთავარია, ნამდვილად არ დგას ამ ადამიანების გვერდით. და ისეთი აქციელი არ ჩაიდინონ, რომელმაც პასუხად სამართლებრივად დასჯადი ქმედების, ანუ რელევანტური არ იყოს ეს ქმედება და პასუხისმგებლობები არ გამოიწვიოს. სალომე ზურაბიშვილის ვადის ამოწურვამდე 3 დღე დარჩა. საინტერესოა, რას მოიმოქმედებს ზურაბიშვილი 29 დეკემბერს. ჯერჯერობით ასევე უცნობია, თუ რა პოზიცია აქვს ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე მის ფიზიკურ დაცვასთან დაკავშირებით. თუმცა სახელმწიფო გუნდში განმარტავენ, რომ ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად 29 დეკემბერს რადიკალური ჯგუფები საკუთარი გეგმების განხორციელებას და ინაუგურაციის პროცესისთვის ხელის შეშლას ვერ შეძლებენ.